გამახსენდა ის ძველი ფილმები, როგორც ეს არის ახლა წყობილი მაგალითად, როცა რეჟისორს აკურდები, სცენარისტს აკურდები, შოურანერებს აკურდები, ადრე ეგრე არ იყო რა, დაინახავდი მსახიობს და ძალიან ცნობილი მსახიობები ყავდათ სხვათა შორის ფრანგებს, როგორც არის ჟერარ დეპარდიე, პიერ რიშარი, ალენ დელონი, ლიუ დე ფიუნესი, ჟან რენო და ასე სხვა მრავალი კარგი მსახიობები. ნუ დღესდღეობით რო გითხრათ სიმართლე რომ ფრანგულ კინოებს მაინდა-მაინც ჩაცებული ვარ არა. ძველად ფაქტურად საკულტოდ იყო მსახიობები, ქცეულები მსახიობის გამო უყურებდნენ უმრავლეს შემთხვევაში ფილმებს. ძალიან ბევრი ფილმი ახსენდება ჟანროს მონაწილეობით ერთ-ერთი საკულტო ფილმია რა თქმა უნდა ყველა ვიცით ლეონი, ლიუ დე ფიუნესი ალბათ გამიგებს რომ ასე რომ ვთქვათ ფრანგი იპოლიტე ხუჩია იყო, ფაქტურად მისი მონაწილეობით ფილმების ყურება მუცლის ამოტრიალება იყო სიცილით. პიერ რიშარიც და ჟერარ დეპარდიეს და პიერ რიშარის ტანდემი ხო საერთო ფილმებში ხო ვაფშე მაგარი იყო, მაგრამ ცალკეულ აღებულ ფილმებში და ძალიან მაგრად თამაშობდნენ. თუ გიყვართ ძველი ფილმები, აუცილებლად გირჩევთ გადაავლოთ ამ ფილმებს თვალი როგორც არის ლიუ დე ფიუნესის მონაწილეობით, ფანტომასი თუ ჟანდარმერიის საგა ასე რომ ვთქვათ, ალენ დელონის სამურაი მიყვარს ძალიან მაგრად, მაგარი ფილმია ფაქტურად. იმ დროის კრის ჰემსვორდი იყო ან ჰენრი კევილი და სხვა მრავალი. ასე რომ დაუჯექით ძველ ფილმებს უყურეთ, გადაავლეთ თვალი, მართლაც ასე მოსაყურებელი ფილმები იყო. სული ქონდა ასე რომ ვთქვათ ფილმებს მომავალ შეხვედრამდე.